აბა საყვარელო გულშემატკივარო თბილისელებო მაუნჩარ შენი თამადობით ყველა თბილისელებს მინდა მოგილოცოთ მე და იურა თბილისობა მოგილოცოთ და ისეთი ფეხით ისეთი ლამაზა და ისეთი ღმერთიდან დალოცვილი თბილისობა გავხდენებოდეს რომ სოფლიო პირველობაზე თბილისელებმა ერთი დიდი გულშემატკივარი თბილისელების სახელით დიდ პატრონობას მოგახსენებთ ამ მოლოცისათვისა და თბილისელებს ულოცავ თბილისობას თელ საქართველოს და ეს დღესასწაული ახალი არ არის მრავალი წელი უკვე არსებობს და გაგიზრდება სვარადიულად ხო და ხო მანჯერა ხო გაიგდება სოფლიო პირველობაზე რომ მოხდებოდეთ ამ თბილისელა ხო და ხაგადროს ნაკრები და წარმოიდგინე რამხელა სიყვარული იქნება თბილისელებისთვის და თბილისობისთვის და თბილისისთვის და რა ვიცი ყველა ჩვენი ქართველებისთვის და ამიტომ ყოველთვის აგერ მაუნჩარა და მე რომ მოდივართ რა ესე იგი 1000-ნაირად იმავშობით რა ამოწმებთ აი როგორ მივაწოდოთ ჩვენ გულშემატკივარს მანუ არა როგორ მივაწოდოთ რამენაირად ევროპაზე ისე კაი თამაშები ვაჩვინეთ ბიჭო ფეხბურთელებმა ფუტსალის იმას ხო და ფუტსალის ფეხბურთელებმა წარმატებას მიაღწიეს და 53 წელი ხო მაგრამ მანუჩა რა არის ბიჭო იცი აი გინდა თუ არა სიმართლე უნდა თქვა ბიჭო გინდა თუ არა სიმართლე უნდა თქვა ბიჭო აი სპორტის ნებისმიერ სახეში გვაქვს მაგარი დღეს რაღაცა გამართლებული წინ მიღწევები გაიგე მიღწევები გვაქვს და ამაში წეჭვდა დასახურებულად იმიტომ რომ ქართული ხალხი სპორტული ერია და ყურადღებას აქცევენ რა თქმა უნდა ჩვენი თავის დღედა ხო და მაგ რაღაც წარმოიდგინე შენ ახლა რომ ბიჭო აგერ სტადიონით შენდება ხო სწორია სტადიონით შენდება ჭიდაობაში გოგუებირებს აკეთებენ წყალბურთელები გოგუებირებს აკეთებენ ვაფშე რა ხდება იცი მადლობა უფალს რომ საქართველოს ეს თავისი ამ ასეთი ლამაზი ბუნებით რომ გინდა თუ არა მიწასდის ალბათ ამ სპორტსმენებს. არაფლისგან, გუშინ არაფლისგან ასე იყო თუ ისე იყო მინი ფეხბურთი. ისე ითამაშეს ბიჭებმა, ისე ითამაშეს, რომ გამახსენდა იგი ხელბურთი. მინი ფეხბურთი საერთოდ საქართველოში პოპულარი ყოველთვის იყო და იქნება. იმიტომ რომ მინი ფეხბურთი არის დიდი ფეხბურთის ვარჯიშების შემადგენელი ნაწილი. ხო, მინი ფეხბურთს ჩვენ ყოველთვის კარგად თამაშობთ და მე ახსოვს თბილისის დინამო აი მეტრეველი მესხიეგენი და მაშინ მინი ფეხბურთს თამაშობთ დიდი თამაშების წინ. ხო, მინი ფეხბურთს ხო, ესე იგი წინა დღეს ხანდახან ვისვენებდით ბევრი, მაგრამ იმის წინა დღეს იყო დერჟანია კაი და პატარა ორი გოლი ნახევარზე. თამაშობთ. ხო და მინი ფეხბურთი იყო და არის დიდი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი. ხო, ესე იგი ეს შენი თქმით ესე იგი მინი ფეხბურთი რაც მეც ითამაშებს ფეხბურთელი მithubelet ხო ასე მაგრამ ეს გადაჭარბებით არ შეიძლება მინი ფეხბურთს თამაში ვინაიდან ფეხბურთელმა დიდი დისტანცია და დიდი სიზესა მინი ფეხბურთი სულდავს ხო მაგრამ ტექნიკას და ხო და ბურთთან ურთიერთობას შირი ბურთთან ურთიერთობას და ამიტომ მე მგონია და მაგასთან ერთად ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბურთის კონტროლი დერჟანიას უძახო. აი 7-7 8-ზე, 9-ზე. აი მაგათაც ჩემი თავის ფეხბურთელებში რომ ვინც თამაშობდა მინი ფეხბურთს კარგად ის დიდ ფეხბურთს ხშირ შემთხვევაში ვერ თამაშობდა. ხო, ახლა ეგ რატო იცი მანუჩა მე მგონი შენ თვითონ უნდა
ესე იგი შენ თავის პროგრამაში, შენი სპორტიული ცხოვრების პროგრამაში, როგორც შენ ქონდა, რაც შენ მაგზომს სანათამაშე გამოხვიდოდი, ჯერ კენწლიდი, მერე კედელზე იყავი, მერე სირბილი იყო 100 მეტრო, 80 მეტრი და ხო. ეს იგი იმაში რო ჩავედი, ბრაზილიაში რო ჩავედით, იმათი ვაჭიშა იყო საჭარო მოედანზე, ეს 11 კაცი და 22 კაცი თამაშობდა მინიფება. ხო, კი. ეს თავის მაგალითად იმასაც ოკეანის სილაზე ხო, მაგრამ მას საჭარო მოედანზე 22 კაცი თამაშობდა. ესე იგი მაუნჩარის მე და შენ კი მოგვიწია მაგი და ერთ-ერთი ბედნიერები ვიყავით, რომ ჩვენ პერიოდში ბრაზილია იყო რაღაც ესე იგი ჩვეულებრივი რამე იყო და მაგრამ ყველაზე მთავარი რა იყო ბიჭო იცი რომ შეხედე პელე და გარინჩა აი პელე და გარინჩასნაირი ახლა არც ერთ პლიადას აღარ ყოლია მან არ ყოლია ხო სწორია რა იმიტომ ფეგბურთის მეფე არა ხო და ესე იგი პელეს რო შეეკითხებოდი იყო რო შეეკითხებოდი რას ურჩევ ახალგაზრდებსო აი ბევრი იყო და იყო ეგეთი პასუხი ყოველთვის ქონდა ეგეთი პასუხი რომ რას ურჩევოდა რაც შეიძლებაო სტრაფად ითამაშო აი რაც შეიძლება სტრაფად რაც შეიძლება ჩქარაო რაც შეიძლება ჩქარაო და რატო რო შეეკითხეს და იმიტომ რომ ნელა მე ყველაფერს უფრო კარგად გააკეთებ აი ახალი პასუხი უთხრა რატო და იმიტომ ნელა თუ როცა მიიღებს ბურსო იმას ასე უნდა მე როგორც უნდა ისე გააკეთებს ყველაფერსო ხო და ამიტომ ეს პელეს ნათქვამი საგოლე პასი ჩვენთვის გადმოცემული ყოველთვის იყო იმაზე რომ რაც შეიძლება მანო ყველა ვცდილობდით მანჩა შენ რო თქვი რომ პატარა ფეგურცო და დიდ ფეგურცო თამაშობ იმიტომ იმათ მე დიდ ფეგურცო აღარ გადავიდე და ვერ შეესწრე მე მახსოვს ასადონა პენტუკასიანთა რო და მაგაზე ყველას უგებდით მე ხვდებოდით გაგუაზკუნს 11-ზე დავიბერით გაიგეთ თამაში და დავიბერით და მეორე დაერჩი ავაწყეთ ბიჭო აი ჩვენ თბილისის დინამოზე ბაზაზე სტადიონი ყოლა სავარჯიშო შეიძლება პარარა იყო და ბაჟი შოხეთა მე რო დიდვინზე ყოლიტოდით რუსეთში იმაში და ბიჭი ბიჭო რა არის ახლა შენ მომისმინე არსებობდა გაიგე თბილისის დინამოში და საერთოდ ყველა გუნდებში არსებობდა აი რაღაცა ფუნდამენტი გაიგე სიძლიერე ფეხბურთელების ესე იგი მაგრამ და იმ სიძლიერეში შენ სულიჯექი აი და მიტო ახლა არა რა იყო ესე იგი რამდენი ზედმეტად სირბილი რამდენი ზედმეტად ბურთთან ურთიერთობა კედელთან ურთიერთობა და ერთმანეთის მოტყუება და ორი-ორზე სამი-სამზე რო თამაშობდით კიდე რა ამბავი იყო ამიტომ მაინც და ამას რო დაემატება კიდე ახლა და ბიჭებო ეს ყველაფერი გასაკეთებელია და მაქსიმალურ სისტრაფეში რეაქტიული სტროლში ბავშვებმა უნდა იცოდნენ რომ ეს ბენი ფეგურთი ეს არის დიდი ფეგურთის ვარჯიშის შემადგენელი ნაწილი და განმეტება შეიძლება მაგრამ არც დაკლება შეიძლება ხო ეხლა მამუჭა ჩვენ ამ ხელა შესავალს მიტო ვაკეთებთ რომ ჩვენ გვინდა ეხლა თავარი საქმეზე საუბარი და ეს დღე საათიდან საათი გაიგე არ უნდა ამოვარდეს თავში არავისგან ჩვენ სოფლიო პირველობის ფინალურ სტადიაში უნდა გევიდეთ. ახლა ესპანეთს აქვს მე 14 ჩუქთებით თურქეთს. ხო, მაგრამ შეხედე კიდე კაი რომ ჩვენ თურქეთი, ბულგარეთი უკვე ნათამაშები გვაქვს და შეგვიძლია ანალიზი გავუკეთოთ, გაიგე? და არა გამორიცხული რომ ესპანეთთან მოვიგებ ჩემ. არა, ესპანეთთან რომ ძალიან კაი თამაში გამოგვივიდეს. კი ბატონო. ყოველ შემთხვევაში უნდა ვეცადოთ. ხო, უნდა ვეცადოთ. აგერ თურქეთი 6 დროли თავის მოედანზე იმართება. ეხლა რაშია ბიჭო საქმე მაუნჩა. ეხლა ჩვენ ორი თამაში ვითამაშეთ. პირველი თამაში თურქეთთან.
და სამითოს ვაგებდით, ხო? კი. სამითოს ვაგებდით პირველ ტაიმში. ბიჭო, მანუჩა, აი ახლა მეორე ტაიმში რო გამევიდნენ ჩვენები, ხო შევუდეთ ორი ბურთი. და ბოლო წუთზე ხო, ორ წუთზე შევედა გაგსომარ ეკარემ რა ბურთი იყო თუ არა, 3-3 უერთველი იმავშობოდით. ეს კარგია. ხო, ესე იგი აი ბურთები გავიტანეთ 3-2 დამთავრდა. არა, სამ ბურთები კი არა, აქ ყველაზე მთავარი რა არის, ვიცი, მაინც აი ჩვენმა ფეხბურთელებმა ერთი საიდუმლოება ყველამ უნდა გამოიცნოს. ბიჭებო, თქვენ შეხედეთ ბოლო წუთზე უკვე შეგეძლოთ არაფლისგან მეორე ტაიმის მოგება. იგივე 3 ტონლად და ესე იგი ეს ხო, მაგრამ მე გეუბნები რას, მაგრამ ვიცი, აი რატო მოგივიდათ დაწყება ასე ცუდი. ესე იგი ძალიან სამაურენო გევედით. ხო ისტორია, მაგრამ აი გავედით ბიჭებო და მეორე თამაშზე მე რო ჩათებით ბოლომდე ყველაფერს ერთ-ერთი ფორმაში არ ვიყავით ესე მომზადებული. არა ბიჭო, თურმე რაფერ შეიძლება ბიჭო, პირველ ტაიმი 3-2 წააგო და მეორე ტაიმი 3-3 დავამთავრდით თავისუფლად ბოლო წუთზე რა ბურთი იყო შემოძრამა. არა მალო. ხო და ესე იგი შეხედებ ესე იგი შეგვიძლია თამაში და პროსტო არასდროს და ჩვენ ბიჭებს თურმე ევროპა ნაღდი კარგად უთამაშიათ. შეუძლიათ. ასე იგი და ეს გერმანიის ეს ვარიანტი ისა. მანუ ეხლა მაინც აი რო გავარჩიოთ ცოტა მე და შენ და მინდა რომ შენს როგორც მე კამათები ხანდახან და ჩვენ ერთმანეთს ვეკამათებით, ასე კი არა, ასე იყო, ასე კი არა, ეს კამათი გადავცეთ ჩვენ ახალგაზრდაობასაც და მითხრან, გაიგე, ბიჭო, რა მართალები ხარ, ასე იქ ჯობია, ისე ჯობია და ასე ერთიანობით, გაიგე, აი ხლა მე და შენი საუბარით უკვე ერთი კარებზე ვიუკაკუნეთ იმას ბიჭებს, რომ ბიჭებო, ძალიან ესე იგი თავაწეული ნუ გადიხართ არა თუ რა ვთქვათ იგი ძალიან უვერენი ძალიან უვერენია გახი ხო აქ ძალიან მოწინააღმდეგო უნდა და ხო აი მოწინააღმდეგო და პირველი ვეჭვიდან ნორმალურად და უნდა თამაშო ნორმალურად ხო ბოლომდე უნდა დაიხარჯო ხო ეხლა მაუნჩარ ბიჭო აქ ძალიან მაინც რა არიცი აი გასარჩევია ერთი რამე რომ პირველი თამაში ხო ვითამაშეთ არა 4 დამცველით 4 დამცველით ვითამაშეთ მეორე თამაში სულ ყველა ყვიროდა ვითამაშოთ 3 ცენტრალურით 3 დამცველით 5 დამცველით ყველა ყვიროდა მაგრამ არა გაიგე ამან ცნელმა რა ქნა იცი გამეიყვანა მაინც 4-3-3-ზე და რა კარგად ითამაშენ კარგად ხო ესე იგი შეცვალეს კაშია შეცვალეს კაშია შეცვალა ბევრს კაშია მაგ საერთოდ რა იყო იცი შეიცვალა მიდგომა ფსიქოლოგიური მიდგომა არა ჩვენ აწი გაიგე პროფესორივით არ დავიწყებთ მუშურგლეხური და ბრძოლით დავიწყებთ და რაც გააკეთებ იმასთან თუ არ იშრომე არაფერი არ გამოვა ხო წააგებ ყველა თამაშს და თუ იშრომებ შედეგს მიიღებ ხო ეხლა კაია რაც თავია ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები სხვა გუნდებში რო თამაშობენ კარგი მამარდაშვილმა ითამაშა კი მამარდაშვილი აქ აითამაშა ახლა ბოლოს ხო მაგრამ რა არის იცი აქ ერთ-ერთი რაღაცნაირად ვარიანტი უნდა გამოვნახოთ რომ ვიღაცებმა დაუკავშირდნენ მამარდაშვილის გუნდს ყველას რა თავრობიდან დაწყებული და რომ რამენაირად ეს სოფლიო შესარჩევი ეთამაშებში პიკ ფორმაში მევიდეს და პიკ ფორმაში მანუჩარ მაგი მოვა მაშინ თუ ითამაშებს თამაშებს ხო ისტორია რა თქმა უნდა ის ისტორიული სტრუქტურები თუ არ ითამაშებ ხო ნუ მაინც ასიათ ვიყავ ფსიქოლოგიურად მაინც პრაქტიკულად უნდა მე ჩვენ აღა ასე არ ვიყავით ბიჭო თელი წელიწადი შეიძლება ორი თამაში გამეგეტოებია მაგრამ იმ ორი თამაში რო გამოტოვდი ხო მე დაწყება ძველი იყო ხო მაგრამ ვიკაუცაძე წინაზე გოლი გაიტანდა და ეხლა გუშინ ძალიან
დახატა ესეთი პასი მისცა რიჯბი გაეტა ბიჭო ხო და რა არის ახლა იცი შეხედე ჩვენ გვაქვს იმის უნარი და გარანტია იმისი რომ ბიჭო უყურეთ ამ ბოშებმა ევროპაზე თურმე შემთხვევით არ ითამაშენ კარგად გაიგე ხო მანუ არა და ამიტომ რომ ბიჭო მეორე ტაიმი და უტირეს იმგეს რა თურქეთსაც და ბულგარეთი вообще იმას გერმანიაში გასაკავშირე პორტუგალიას მოუგეთი ხო პორტუგალიას და აი ხლა ამიტომ გაიგე ამიტომ ეხლა გაერთიანებული კაი და ცუდი ანალიზით ესპანელებს უნდა წავართათ ქულები რა ის ხბერძო ხერას წავართ გისინას ახლა მანუ ბიჭო რაღა ესპანელის რეჟიმების როს მანუ რა არის ახლა იცი შეხედე მაინც გინდა თუ არა ერთი ეკევაკ ჩვენ და შენ კიდე ლაპარაკე რომ ერთი მაინც გაიგე აი იყო რომ ერთი თამაში მაინც გვენახა სამი ცენტრალური დამცველით გაიგე მაგრამ შენ რომ გელაპარაკე შეხედე მანუ აგერ მეკარე ორი ცენტრალური იყო ხო პირველ მაშინ და მერე საყრდენი აი აქ შენი ადგილი აი აქ ექსკაყრდენი იყო ქოჩარაშვილი ხო ქოჩარაშვილი მანუ ესე იგი შეხედე რა არის მაინც იცი ეს ქოჩარაშვილი მაგარი მშრომელი ბიჭი არის შენი არ იყოს ცენტრში ციცის თამაში გაიგე და აქედან საყრდენიც კარგი აი დარტყმებია ხო ბიჭო მე ცენტრალური ბრძოლია შენი იგივე ცენტრალური ცოლი ხარ ხო და მან ისტორი ხარ აი შეხედე ესე იგი ამ შეხედე ბევრი გუნდები თამაშობს უკვე 4 დამცველით და სოფლიო პირველობაზეც ბრაზილიელებს და იმას ყველას აკვენ 4-3-3 4-4-2 ხო ისტორია ხო მაგრამ იქ ახლა ემატება რომ ანუ შეხედე ეხლა აი აქ უკვე მოდიან ყველა უკვე შეტევაში აი ლურჯები მოდიან ყველა შეტევაში ახლა ციტლებთან რუსაიგენი იყვნენ წი შეხედე 4 ხო არიან ეს ხო ჩამოდის გაიგე უკვე აქანი სამკუთხედია ისეთი რომ აქტიურად 5 წელს თამაშობს ხო შეხედე უკვე რა ხდება შეხედე ანუ 5 შეხედე 1 2 3 4 5 ხო ხდება ასე ხო ეს ხიცი უნდა იყო ალბათ და შენი კიდე რა მომწევს იცი ანუ რომ არ ვიძახი რომ აი ეს ცენტრალური ზონა არის ყველას დამცველი ყველას დამზღველი ხო ისტორია არ უნდა გაირღვეს თორე ყველას ნახტი ხარ ამაში ისტორიამ რომ ეს სიტუაცია უნდა იყოს ყველასთვის ისა დამზღველი მაშინ ამ შეძლება დაუშვა პასიომისა და მაგრამ მაინც უკვე ეს ხუთკაციანი დაცვაც ბევრი იმაშუა ანუ ბევრი მაგრამ რა ვიცი მაინც აი ეს კერვარიან დიდი გუნდები და უყურებ თამაშებს ეს ხშირია გაიგე 5 4 და 1 მაგრამ მანუ შეხედე ერთი ხშირია მაგრამ შეხედე მანუ თავი რა არის აქ იმდენად ამას აზღვევენ ხუთკაციან ამას ისე აზღვევენ რომ ხანდახან მანუ даже 6 კაციანიც გამოდიან 6 კაციანიც გამოდიან ხო აი ეს შემოდიან რომ ჰოლანდი ცოტა აი თამაშობს და ხო კი ბატონო ესე იგი ჩვენ მაინც იმდენად ეშმაკურად იმაშობა ეხა ზოგი ძლიერი გუნდი ხო გაიგე ეხა მანუ ხანდახან ძლიერი გუნდია იცის და კი მინდა გაიგე ტაქტიკა მაგრამ არ მინდა დაგანახოთ ჯერ ხო არის ეგეთი ცნელები და ეგეთი გიჟები იმიტომ რომ ყველა მსოფლიო პირველობაზე 4-2-4 4-3-3 5-იც იყო და დაჟე მანუ ახრა ხო რომ გადავხედეთ მე ჩვენ იმაში აი მანუ გერმანელების კაი თამაში გერმანელების კაი თამაში ხო იყო ორი ცენტრალური დამცველი ხო კი ბატონო ხო იყო ორი ცენტრალური დამცველი ბიჭო თან ვიყავდათ ხო იცი რანაირ ვიყავდათ ეკებაუერი ხო ბანკაბაუერი და დაჟე მანუ მაგენის თამაშების რო გადამხედეთ ხო ანუ
ესე იგი შეხედე ამას აკეთებს შეხედე ბეკენბაუერი უკან ოდნავ და არ ჩამოდის ნახევარდამცველი როგორც სამი ცენტრალური დამცველი კაცო მანუ გაიგე ასე ამას აკეთებდა ოღონდ შეხედე რა იყო ამითი ბეკენბაუერი ბურთს რომ მიიღებდა აქობამდე მიდიოდა მერე წინ გაიგე და აქ დამცველი ეს 4 პლუს დანარჩენები იგი კომპაქტურად ყოველთვის იყვნენ. გაიგე, ესე იგი სიცარიელეს არ დო. შეხედე ხო, ესე იგი აქ ვითომ ბეკენბაუერი იყო, გაიგე, ამის ლიდერი. ამ დროს ბეკენბაუერი იმდენად კაი იყო, შენი არ იყოს, ნახევარში კი მოდიოდი, მაგრამ შუახაში ანგრევდი უფრო ყველაფერს. ხო სწორია, ხო? ასეა ბეკენბაუერის. აქ არ იყო თათკაი. მაგრამ იქ რო წამოვიდოდა წინ, იქ უკვე მიდიოდა, ესე იგი, თელი გუნდური, გაიგე, თელი გუნდური შეკრული თამაში, ხო სწორია, მაგრამ და გაანალიზებდა ისე და ხო და ამიტომ ახლა ჩვენებსაც მანუ შეხედე, აი ახლა მანუ ვარჯით, შევიძახოთ კიდევ ხა ამაზე ახლა გამახსენდა, კაი რაღაცა თქვი რომ აიგე ჩვენმა პირველმა შემადგენლობა წავაგეთ და ვითომ გოგონა ყველა რომ სამი ცენტრალური თვითამაშებდით არა გამეიყვანა მაინც 4 გაიგე გოგონ კაშია შეცვალეს ახლა კაშია იმ თამაში გაიგე გამევიდა ცოტა ვითომ მამა იგი მაგრამ ამ დროს კაშია და ყველა დაცვა ყველა გამევიდა ბრეკით და ეს როი კანეშნა არ წავაგებთ გაიგე კანეშნა არ წავაგებთ და ამიტომ მანუ რა არის იცი რომ ეს ფაქტორი გაიგე რომ დღეიდანვე ყველა ჩოუჯოქი ფსიქოლოგია შენ თავისზე მოამზადე გაიგე ახლა აქ შეხედე მანუ მაინც ასეა თუ ისეა მაგრამ ეხლა აი ძალიან მაგარი თამაში ნახე მაინც ანუ ბულგარეთთან ჩვენმა გუნდმა მაგარი შეტევა ითამაშა, მაგარი შეტევა ითამაშა, მაგრამ რატო? შეხედე, ანუ ვითომ ეს კაშიას იმით კი არ იყო მოხსნი, მაგრამ რა იყო იცი, ანუ შეხედე აქ ჩვენმა 4 დამცველებში ნაზაროვი გამევიდა. ხო. გაიგე, რა ხო აი ნაზაროვი და პლუს მანო კვარაცხელი. მარცხი ეხლა წარმოიდგინე რომ ნაზაროვი და კვარაცხელია ანუ მომიგდეს ყველაფერი თუ ეხლა ევროპის საუკეთესო გუნდი არ ყავდეს მარცხენა მხარეს გაიგე აი ეს მარცხენა მხარეს იმიტომ რომ ვაიმე მანუ რა კაი გოლი შეაგდო კვარაცხელია მაგრამ რამდენი სიკეთე გააკეთა ნაზაროვმა ესე იგი აი შეგვიძლია არ იყოს, ესე იგი ზონას კი იჭერს, ყველაფერს, მაგრამ შეტევაშია, მანუ რაღაცა სასწაული არა ტექნიკური და კაი პასები, ზუსტი საგოლე პასები, შორეული პასები. ესე იგი ესე იგი მანჯა რა იყო, იცი ბიჭო, ესე იგი ამ მარცხენა კვარაცხელიან რეებიქნა, იცი, და მოწვინდებოდნენ მიცემდა ბურთს თუ არა ბურთს და გადმევიდოდნენ აქეთ და ეგრევე კვარაცხელიას ესეც მოდიოდა მაგრამ და ისეთი კომბინაციები ითამაშეს აქ რომ აგერ ნახავ ბარეულს გაუკვირდება და ქერცი გავარღვევთ მარცხენა მხარეს პლუს ახლა ამასთან ერთად მარჯვენა მხარესაც ესე იგი ფლანგებზე თამაში ესე იგი კაია რომ ეხლა მაგალითი არის კვარაცხელია, არის ჩაკვეტაძე, კაი მაგალითები არის იმისი რომ ბურთს თქვილა არ კარგავენ. ხო. კაიგე, ბურთი აკვე და აი, ოღონ შენ პასი მიეცი და კვარას მithumetes, კვარას აქ მაგარი მანო აი კითხვა თამაშის. გავიგე, აქ მაგარი კითხვა, ახლა მანუ რა იყო, რატო იცი, შეხედე მაგან აქ იმნაირი კომბინაცია გაითამაშა და გოლი შეაგდო მარჯვენა ფეხით, დაღნიში, გაიგე, რომ მანუ რა არის იცი, ამას აი რუსავა მიშლენი ქართულად აზროვნება მოედანზე აქ სასწაული და მანუ ამანაც აი შეგეჯიბრები
აზაროვი აი შეგაჯიბრები ამ აზროვნებაში და აი ამ ტექნიკის სიზუსტეში გადაცემის ხო და ამიტომ მაგრამ რა არიცი მე მინდა რომ აი ხა ამას მე და შენ იმიტომ ვლაპარაკობთ გვაქვს ამის უფლება მაინც ახალგაზრდა თაობას უთხრათ ხო უთხრათ ბიჭებო ეხლა რაზეა ლაპარაკი რომ ღმერთმა გაჩუქათ ჩამპლიადას უცხოეთი წადი და უცხოეთში დაანახე ვინახა რა ხარაბა და ანახებენ კიდევაც ხო სწორია ანახავენ თამაშობენ მაგრამ ბიჭო აი ხლა ბოლო თამაში მანუ ახლა ხომიდის სოფლიო პირველობისკენ ახლა ყველა უთამაშეები და ყველას უნდა ანუ ასე ვიყავით ჩვენც მაგრამ ყველას უნდა 2-3 თვით ადრე თამაშებს და თავს ვიკლავდით და დავანახებია ხო გაიგე ბიჭო მანუ ისე ბრძოლობენ გუნდები ერთმანეთს ისე ბრძოლობენ კვარაცხელიას დააგიჟებთ ხები გაიგე ყველა ბურთის მიღებაზე ფეხში და მერე ეგიც უკვე ხულიგნობს არა და გააგდებენ რო ხულიგნობ გაიგე შეხედე არა ხო ახლა მაგია ხო მაშინ რომ თურქეთის იმან მოგვიგო ტრენერი რას ამბობს იმსე თამაში მოუგეთ როსაც იმ თამაშს თამაშობდა ორჩისო და ჩვენ მაინც მოუგეთო სინამდვილეში იმ თამაშს არის თამაშა პრესინგი არა იყვანეს გაიგე და თურქეთის კაპიტანმა რა თქვა ჩვენო გაგვიკვირდა რატო დაცვაზე გადავიდა საქართველოს ნაკრები და შეტევა არ ითამაშეს პრესინგი და გაგვიკვირდა ამასა და ეს მერე თვირა დაუდა თურქეთთან ამის სიტყვები თურქეთის ნაკრები 1-0 მოუგენა ესპანელი ხო მაგრამ რა არის ახლა იცი მანჩა ჩვენი ფეხბურთელებმა ზუსტად ახლა რასაც შეეხედა შენ რომ მოვდიოდი თქვი ამაზე მანუ რაია იცი აი ჩვენები პრესინგსაც კარგად თამაშობენ უკვე მანუ პრესინგს ოღონ რა ვარიანტი შეხედე აქ ბურთი მეკარს ბიჭო მანუ შეხედე რატომ ღაც კიდე კაი უნდა უთხრა ჩვენ დამცველებს რომ ნოაკეთებენ ამას მაგრამ ყველა მოწინააღმდეგე მან შეხედე ბურთი აქ ამას შეხედე და უნდა დავიწყოთ თამაში შეხედე აღანე ჩამოდის ერთი ცენტრალური დამცველი საჯარიმოში აღანე ჩამოდის მეორე ცენტრალური დამცველი ხო სწორია და ეს აძლევს ამას ეგი აძლევს ამას მერე აძლევენ ამას მერე წამოვა აქით მერე გადმოვა აქით გაიგე და მაინც რა არიცი შენ რადიუსში აქ საჯარიმოსთან რადიუსში საშიშია ერთი პატარა წარწერა და ერთი ხარ გასული გაიგე ამიტომ რამდენი ხო არის მანუ ახლა კიდე კაი 1000 აღარ აკეთებენ ახლა ასე აღარ აკეთებენ მაგრამ მაინც ასე არის რეზო შენ რო ამბობდი სულ პერსონალურად აი ეს გოლი როგორი გაიტანეს ეს ბურთი მისეს თურქმა მეორე თურქს იმან მისცა იქ დაუგორა გოლი და აი იმას არავინ არ დაუგო ხო მანუჩა შეხედე რა იყო იცი მაგა იაკუჩინმა იცოდა ვეჯო გაიგე აქ რო იყო რამე სახიბატო გაიგე ვიში ხوار ხარ შო რასტაბაში გოგანე დაიკუდა პაპალა გეგი დაარტყი საიდო კუდა პაპალა თორკალი ვსვაივაროტაო ბოლოს გეიგე შეხედე ოღონდ შეგარებში არ დაარტყაო სადაც კიდე დაარტყიო გეგი რავალიგი იყო ტვირიანი იყო ხო და ამიტომ რა არის მანუ იცი შემჭერი მომისვინე ეხლა ეს მაგალითი ეს ცნელების საქმეა მაგრამ ჩვენები თუ არ გააკეთებენ ამას გაიგე ძალიან გაიქნა ძალიან გაიქნა ხო გაიგე ელემენტარული შეხედე ახლა ასე იგი აგერ გევიხსენი და მომცენ ბურთი მე ამას უნდა მივცე ამას არა და მაგრამ შეხედე ახლა ამოვედით ცენტრამდე მაინც და მეკარეს ხარ დაატკიცი იმანდიცოდა ანდრო ჟორდანია მაგი 50 არ შენია ან სიმსიო ყველა არ ყავია ხო მაგრამ 50 აქანია ებურთი არის აგე და აქ ბძოლა ხო სწორია აქ ბძოლა არ ჯობია მითხარ გამაგებია რეზო აქ ბძოლა არ ჯობია გამაგებია ერთი რომ აქ წითლებმა დარტყმული ამბუთით აქ ბძოლო 4-3-3 თუ გინდა იყოს გაიგე 4-3
ბიჭო რა არის მოიხედე რაც უფრო გუნდი ტექნიკური გუნდია უფრო პოზიციურად თამაშობს და თამაშობს მოკლედ და საშუალო გადაცემებზე მაგრამ მანუჩან კაშიამ რომ მოიგერია და შეცდომა დაუჭი იმამ კი მოიგერე მაგრამ ნახევარდაცვას ადი იყო ბურთი რო წავიდა არავინ არის შენ მაშინ რო იგერე ნახევარდაცვა იგერე და ბურთი ჯერ მასე არავინ ვერ დაიჭირა მასე რა არის ბურთი რო გადააგდო იქ არა იმან დაასწრო აქ არავინ აქ შეცდომას ყველა უშავს მაგრამ ბიჭო ჩვენ ვამბობთ ბიჭო ისეთ რომელიც არ შეიძლება ეს გაიგე ეხლა წარმოიდგინე შენ ეხლა აგერე ლურჯები რო იწყებდნენ აქიდან გაიგე ლურჯები რო იწყებდნენ თამაში და ჩვენ ვარ წეთლები ხო და მიცენ ამას აქიდან ხო არის 4-3-3-ია მაგალითად ხო ერთი ამასთან მიდის ერთი ამასთან მოდის გაიგე და აქვე მიდის პრესინგი პრესინგი აქვე მიდის პრესინგი მაგრამ ხელები უნდა იყოს ტექნიკურები და შესაძლებელი არ დაუშვო ხო მაგრამ ეს პრესინგი ჩემ ოჯახში რა მინდა აქ თამაში ხო აი რა პლუსია მითხო 30 წუთის განმავლობაში ამის ერთხელ შეიძლება ოჯი გააკეთო მაგრამ ბიჭო გაიგე აქ მიცემა გათამაშება გააჩეფეხებად კიდე დავაი აქით ეგრე თამაშობდა თვლის ძიება მაგის ეძახოთი მე უთამაშობდით ასე იმიტომ უთამაშობდით რომ დედას გიტირებდა იაკუშინი აქ არის ხო კაცის მოთხო შენ კი ამბობ შეცდომა მის არ მოძი მაგრამ ის შეცდომა გოლი არ უნდა დაგიждდეს არ უნდა გაულ არა ბიჭო მე დამიჯერე მანუს ვიყურებდი ახლა აგერ 10-დან 8-7 ასე თამაშობს და ვარიანტი არა ორი საკოლო მომენტი მეკარემ თავისთვის ვარ გააკეთოს თავის კარებთან ვერ უთხოვს რა მე მეკარე ვარ და არ შემიძლია არ შესავებ მიღება გასტონება და დარტყმა მომენტში უაიმე გამეგწოდა всё ხო ფუ აი გუშინ მესამე გოლი ფუტსალის ფეხბურთელობა ეს იმათ ეგონა ესეთ ჩააწვიდა იქ ჩააწოდა და კარებთან დახვდა და გაუტანას ყველა საშიდამ დაუშვა შეცდომა მექანიკური აი ხლა ბიჭო რა არის ჩვენ ჭოიცი ჭკვიანი მაშინ ხარო ჭკვიანი მაშინ ხარო შეცდომებზე ხო შეცდომებზე რო სტავო ხო თორა შევაკეთებ შეცდომას და მე სტავლობ კი არა იმის შეცდომებზე უნდა სტავლოთ და შეცდომაზე ვარჯიშე ხო ახლა მანო რა არის ბიჭო იცი აი ხლა ერთი რამე შენ გამაგებია ჩვენ დროს ხო ნაკლებში რო გვიძახავდნენ ორი კვირა მინიმუმი მაინც ვიყავით მანო ერთად კი ბატონო პოსტორია და იქ ძმაო იყო ტაქტიკა ტექნიკა და ურთიერთობა და რა ვიცი თელი ფსიქოლოგია ამ ორი კვირის განმავლობაში და ეხლა არა ამის საშუალება ხო ისტორია ახლა ამიტომ რაღაცნაირად ფეხბურთელმა უნდა გადასყვაფერდეს თავის თავზე უნდა იყოს გაიგე ის კოლექტიური კარგად ყოფნა გუნდში აღარა გახსოვს ორი კვირით დავშდებოდით და ბაზარზე ამასაც ლაპარაკობდით იმაზე თამაშობდით აბა ტექნიკა აბა ტაქტიკა აბა შენ ასე კენი აბა შენ ისე კენი და ნახე გათამაშებები ახალი ტაქტიკის შემუშავება და თან კიდე ორი კვირის განმავლობაში რაღაცა დაწყნარებული ვითხავი ხო აი კარა მანო და ეხლა ბიჭო ისია გადამული თამაშები მანუ და ისე ბრძოლობს გუნდები რატო იმიტომ რომ ფულის ბევრია მანუ რომ ეიგებს გაიგე ხო და თან აღარ უნდა რეზოვა კიდევ რა იყო იცი ჩვენ რო ევროპაზე გავედით ვითამაშეთ ამ ხანაგური მატჩი მონღოლებთან იმასთანი და კიდევ აქ რო შეკრება რო იყო წყვეტა იყო და მე ვამბობდი კი არეთ შეიძლება ვერ ნახონ მაგრამ ვიღაცა თბილისის დინამოს ეთამაშე გუნდს რო დააწყო სასტავი ყოიცი განალოგო რო ერთი ამხანაგური თამაში უნდა ითამაშო განალოგო რა რო ეთამაშა ერთი თამაში ბათუმის დინამოს ან თბილისის დინამოს შეთამაშებული იქნება არის ბიჭო არის ახლა ჩვენთან არა მანუ ასეათ ვისია მე ეჭვიც არ მეპარება ბიჭო ქართველი კაცი ხო იცი შინაგანად არ წავა მარტო იმისთვის რომ პატარა რაღაცა ვიმათხოვრო და პატარა ფული ვიშოვო და ვინც მიდის და
ყველა კარგად თამაშობს ბიჭო იქ ყველა თითქმის რო კითხულობ აგერ შეხედე ჩემპიონატია მაგარი და იმიტომ და ბიჭო ხო არა ჩემპიონატი მაგარი კი არა ძირითად შემადგენლობაში მოცინა იგი ყავს თავისი პარტნიორი ყავს მაგარი და იმას უნდა აჯობოს სომხეთმა წააგო თავის მოდაზე 5-0 და კიდევ მე მოხსნეს კიდევაც ტრენერი და ის ტრენერი დანიშნეს სომეხი იგივე ხელებს ავარჯიშობდა მე რა თბილისში და მოიგო თამაში რა ნუ ეხლა თვითონ წააგებო იქ არჩევდნენ კაი ფეხბურთელები კი რომ მაგრამ მე რა თამაში ეს ტრენერი არ ვარ ბიჭო დაცვა რო იყო მაგარი შენც მაგარი გზაშიდი ეხლა ერთია მაინც რომ ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ ბევრი ფეხბურთს შევეხეთ მაგრამ ერთადერთია ბიჭო რომ რაც მეც ვივარჯიშებ რაც მეც ბიჭო აი გასოს ბიჭო მე გგონებოდი ახლა სულ არჟორდანია სული აკუშინებს სულ გაჩალებს და ბიჭო სანამ მიიღე ბურთს მაგრამ რა უნდა ისე რა უნდა გაჰა აჰა დაატკიცაცი მაგრამ ხო გახსოვს ხო თუ არა მე რო დაიწყე ფიგს რომ მიიღებ აი ჩემ ფეხები ვერაფერს ვეღარ აკეთებ ვერაფერს ხო ესე იგი შეხედე სანამ ვიღარ ორი ჭკვერნურად შენ სანამ მიიღებ ბურთს მაგრამ უნდა იფიქრო რა უნდა გავაკეთო ხო რა უნდა გავაკეთო ვითომ არაფერი ფეხბურთელმა წიეს უნდა იცოდე რა ხო გავაკეთო მაგრამ აქ არის მეორე ანუ ფსიქოლოგია კაი პიკ ფორმაში რო ხარ მომზადებული რო ხარ კაი და ფეხბურთის მეცნიერ არაფერს აფიქრებ კაი და გამოდიხარ თამაშზე ძალაუნებურად ანუ რამდენი გამოდი ამდენი იმდენი მეიგე ახალ სტადიონებზე თამაში შენი შეგდები გოლები თურქეთის ჟურნალისტმა მართალია საქართველოს ნაკრებთან მოიგეთო მაგრამ ცუდ ფორმაში ხარ თუ გააკრიტიკა და ეს ტრენერი მოსახსნელია და ნახო რა შედეგს მისცეს და მე წაგვექვს ის საქართველოს ნაკრებს უნდა მოეგო მაგი რა არის ახლა იცი და სწორად უთხრა და წაგვექვს მაგი რა არის იცი ახლა მე ვიძახოდი სულ ჩვენ ვიძახოდით ნაკრების ტრენერად აიქნება ანჩელოტი ჩამოვა და ბიჭო ახლა ხო ვედა ანჩელოტი ჩვენთან კი არა ბრაზილიაშიც იყვანეს მაგრამ ბოლო თამაში წააგო ახლა თურმე სახში თავისთვის ხო და აუ ხო ხედავთ ანჩელოტიო თამაში ვერ მეიგო ბრაზილიაში მე და ბიჭო ქეგებიდა და სოფლიოზე გია გასული ხო და ახლა პრინციპში მაურინიო დანიშნეს პორტუგალის ნაკრების დროში ხო მაგრამ რატო იცი მანუ შეიძლება ბიჭო არის მეორე ვარიანტი მე გასული ვარ მაინც და ახლა სხვასაც ვთამაშებ შევხედავ გაიგე აკეთებ ცვლილებას და ხო ქმნის გუნდს და გუნდის ამ პროცესში რაღაცები ცვლილებები იქნება გუნდში და კარგი εμείς სასტავის შედმა ხო ნუ ახლა რატონა ლაპარაკირო უკვე არა ძმაო მე რა არის ბიჭო იცი მაგრამ მე მგონი ეს ქართველი კაცისთვის ფეხბურთელებისთვის ადამიანების არის ერთ-ერთი კაი მაგალითი იმისი რომ ბიჭო სასხვარგარეთ რო ვითამაშებ იმას კვარაცხელიას გონია იმას საფრანგეთში აჩუაბინა ხო იმან პრეზიდენტმა ხო დაგინდა ბიჭო საფრანგეთში რომ ბიზნეს გაწუგებენ და იტალიაში რომ მაკარონს გაჭვევენ უფასო შეწარმოიგე ქუთაისში ხო ეს ერთი ფეხბურთელია იმისი ნორვეგიელი და 40,000 დოლარს აზრევენ თვეში და ქუთაისში ხო აბა გარჩევა იყო ახლა კიდევ აზაიშვილი რო თამაშობს ახლა 20 გოლი გაიტანა 24 მატჩში და იმაზე კარგ ფორმაში არის და ჩვენ ყველაფერს ვაძებნებთ თავს ბიჭო რა არის კარგ ფორმაში ტრუსიკ და მაიკით კი არ უნდა იყო თამაში 20 გოლი გაიტანა კაი ფორმაში ზოშ გონია ტრუსიკი და მაიკა რო გაცვია კარგად კეტრები რო კარგად ამოწეული კაი ფორმაშია შეხედა ამიტომ მანჩალ მე მგონი ჩვენ აჩეგვეთ რომ ახლა ამ პერიოდისთვის ამ ბულგარეთის გარჩევა ამ ჩვენი თამაშების გარჩევა ნაკრების და
ახლა როველოდებით მესამე თამაში მე მგონი საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი და გააკეთოს არ წააგოს არა ბიჭო არ წააგებს თუ რასაც ჩვენ ვარჩევთ აგერ გაიგე თუ გარჩევი თუ იმას იზარ შეიძლება მოგება კაცო ბატონო რომ შეიძლება სიგებს იქ შენ რატო არ შეიძლება ასე არ შეიძლება ბიჭო შენ წარმოიდგინე ახლა არის მე საბჭოთა კავშირის ნაკრებში ვიდიოდი ქუთაისიდან და თბილისიდან და ეგენი ახლა საფრანგეთიდან მიდიხარ მოდის ნაკრებში და აღარ უნდა ითამაშო ფრანგული და იტალიური და იგი მანუ ხომ უნდა ითამაშო ვიდიოდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მაგარია შენ ეს ხო მაგრამ მაგარია ყველგან ახლა დღეს საფრანგეთში და იტალიაში და იმაში და ახერა მაგარია ყველას თასი ჩამოიტანე ვიზე კი ბატონო კი აუ იქ რა თამაში დასახელებულები ვარიანტი ვინმე ახლა დაგვასახელის ხო კიდე დაო რამე ვინა ვარ დასახელებული ქართველებმა ხო ქართველებმა იმიტომ რომ ევროპამ არა ჯერ ქართველებმა საქართველოს საუკუნეურტელი მიხეილ ბესკი ბორის პაიჭაძე სლავა მეტრეველი დავით ყიფიანი მანუჩან მაჭაიდე სულა კველიძე ძოძუაშვილი ხურცილავა ჩივაძე კალაძე და ანზორ გავაზაშვილი ხო და ბავშვი ბედაში იმდენს ლაპარაკობთ ქედოული უყანი ვარ ეგრე ევროპის ნაკრები საქართველოს ნაკრები ჩვენ ბურთს იჭერდი და გარაველას თასი ჩამოიტანედი ბიჭო არა კაცო ჩვენ არაფერი არ გვაქვს არაფერი არ გვაქვს ვისაც უნდა ჩაგრავდნენ საბჭოთა კავშირი ვიყავ და 60 წელს პირველი ევროპის ჩემპიონები საბჭოთა კავშირის ნაკრები გახდა მეტრეველმა პირველი კი ბატონო კი ვინ არა რასაბარაკო ჩვენ რაგინა მეორე მსოფლიო პირველობაში საერთოდ არ გაგვიშვენ უკვე გაყიდული გქონდა დამგეს საბჭოთა კავშირის და ფეხბურთიც ხო და ახლა კიდე კაი ბევრი გვაქვს ნასწავლი თეორიულად თეორიულად მოვჭარ თუ არ მართლები გადავიგრანტაში თუ არა გაგვითხრა კარგად იყავით მეტი არ დაგინახოთ მაგარი მოსული არა რეზო თეორიულად პრაქტიკულად ჯაიჩი ბესტი დაკეთე შენი არის მაგის მაგალითი არის ახლა თეორია იკითხე თუ ვერ დავაჭმო ამიტომ აგერა ვარ კაცო და ჩვენ საქვეყნოდ ვლაპარაკობთ ყველაფერს და იქ თუ რამე კაი გითხარით მიიღეთ თუ არა და მიიღებთ და გავით ისე აბა მადლობთ გულშემატკივრო და ყურადღებისთვის და მაინც ღამე დაწოლის წინ იჯვარი გადაიწერე და მერტო სოფლიო პირველობაზე გაგვიყვანია ფეხბურთში აი იგი უნდა ერთი უნდა ვთქვა და მერტი ჩვენ არ გავწერავს და თვითონ კაცია დამოკიდებულიო გაიხარება და ავატება წინსვლა გავთვალოთ დავა კარგად ხომ და მრავალი თბილისობაზე დასწრება კი ბაზარო